ქალბატონებო, ვინც ფიქრობთ ისლამში გაწევრიანებაზე, ეს ვიდეო თქვენთვისაა. რადგან დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ რეალურ მაგალითებს ხალბატონებისა, რომლებიც ისლამის მოძრაობის ნაწილი არიან. ისინი გვიზიარებენ, როგორია მათი ცხოვრება სინამდვილეში. რას გვძნობენ ისინი? გულწრფელად რომ გითხრათ, შეიძლება ცოტათი გაგიკვირდეთ, მაგრამ ნამდვილად საინტერესო რამგელით. მოგესალმებით გადაცემაში პუშბექი. მე მქვია მეირა კეი, თქვენი წამყვანი ვარ. ადა გავიწყდეთ გამოწერის ღილაკზე დაჯერა და ჰაიპის ღილაკზე დაწკაპუნება. ჩვენ ძალიან მალე გვექნება საინტერესო განცხადება, ასე რომ ყურადღებით იყავით. მოდით ნახოთ, რას გვეტყვიან ეს ადამიანები. ყველა ცდილობს რომ დაგმალოს და ყურადღება არ მოგვაქციოს. დავაძვებმა ბოლო რამდენიმე კვირაში ნამდვილად დაგვიმტკიცეს ყველას, რომ ყველაზე მეტად საფრთხე ჩვენივე კაცებისგან გვემუქრება და არა სხვებისგან. ვაჰ, თავიდანვე ცუდად დაიწყო ყველაფერი. იცი რისი დაღლიილიც ვარ ყველაზე მეტად. დავიღალე იმით, რომ თქვენი საზოგადოება უფრო მეტად ზრნავს იმაზე, რას ფიქრობენ ჩვენზე არა მუსლიმები, ვიდრე იმაზე, როგორ იტანჯებიან ჩვენი საკუთარი ხალხი. დავიღალე იმით, რომ მათ უფრო მეტად ანაღლებთ ის, რას იფიქრებენ ისლამოფობები მათზე, როცა ისინი ყოველ შაბათ-კვირას სპიკერების კუის კუთხეში დგანან, ვიდრე ის, როგორ იტანჯებიან ჩვენი ქალები ჩვენსავე საზოგადოებაში. გვითხარი მეტი, რადგან ეს არ არის უცხო ადამიანის ნათქვამი. ეს მოდის შიგნიდან, ადამიანისგან, რომელიც ამტკიცებს, რომ მათი ქალები იტანჯებიან, მაგრამ არავინ არაფერს აკეთებს ამისთვის, რადგან ყველა უფრო მეტად ისლამოფობიასთან ბრძოლაზეა კონცენტრირებული. ამ დავასწმებს მართლა უფრო მეტად აინტერესებთ, რას ითქვენ ისლამოფობები მათზე, ვიდრე ის, რომ ჩვენ შეგვიძლია გამოვხატოთ ის პრობლემები, რაც ჩვენ საკუთარ საზოგადოებებში ხდება. მე ძალიან დავიღალე იმით, რომ ხალხი ამბობს, თითქოს ჩვენ არ ვართ დაჩაგრულები. ჩვენ არ ვართ დაჩაგრულები. მუსლიმი ქალები არ არიან დაჩაგრულები. ჩვენ ნამდვილად დაჩაგრულები ვართ. ვაჰ! ბოი, მგონია რომ ეს ვიდეო ძალიან ცხელი გახდება, რადგან ის ამტკიცებს იმას, რასაც ჩვენგან ბევრიც ამტკიცებს, მაგრამ ჩვენ ამას როგორც აუთსაიდერები ვამბობთ. ცოტა განსხვავებულია, როცა ამას ის ამბობს, ვინც რეალურად შიგნიდან საუბრობს. ჩვენ ნამდვილად დაჩაგრულები ვართ. ყველანი ილუზიებში ვცხოვრობთ. საკუთარ თავს ვატყუებთ. ვცდილობთ დავეჯეროთ თავი, რომ აქ ბედნიერები ვართ, თითქოს თავისუფლები ვართ. არა, ასე არ არის. ჩვენ ძალიან დაჩაგრულები ვართ, არა თავად ისლამის მიერ, არამედ კაცების მიერ, რომლებიც რელიგიას იყენებენ ჩვენს დასაჩაგრავად. მოდით ამაზე ცოტა ვისაუბროთ, რადგან ეს ერთ-ერთი მთავარი ფრაზაა, რომელსაც ყველგან გაიგონებთ. თითქოს არაფრის თქმა არ შეიძლება, იცით ისლამზე. თქვენ ვერ გააზოგადებთ მთლიანად და მე ვიტყოდი, რომ ჩვენ მთლიანად არ ვაზოგადებთ, რადგან კონკრეტულად იდეებს არ უტევთ. გულისხმობ მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ასე ვიქცევით, სინამდვილეში უფრო მეტად ადამიანების ქმედებებზე ვამახვილებთ ყურადღებას. და როცა ყავთ ადამიანი ამავე საზოგადოების შიგნიდან, რომელიც შემოდის და ამბობს რაღაცა მსგავს, რომ ჩვენ დაჩაგრულები ვართ. და ეს კაცები ისე არ იქცევიან, როგორც უნდა იქცეოდნენ. ვფიქრობ, ეს ადამიანებისთვის გაფრთხილების სიტყვაა. რადგან კი შეიძლება ტითხულობდეთ წიგნებს და არასწორად იგებდეთ მათ, რომლებიც სამწუხაროდ ყოველთვის კარგ რამეებს არ ამბობენ, მაგრამ შეიძლება შეძლოთ და მოიფიქროთ ჭკვიანური გზა, რომ აუხსნათ, არა, სინამდვილეში ისლამი აფასებს ქალებს. თუმცა რეალურად რა ხდება? ვფიქრობ, ეს ის კითხვა, რომელსაც უფრო მეტმა ადამიანმა უნდა უპასუხოს. ამ ქალის მაგალითი, რომელმაც 2024 წელს ისლამი მიიღო და შემდეგ 2026 წელს რაღაც თქვა ამაზე, ვფიქრობ, გულწრფელად ბევრს გვეუბნება იმაზე, რაც უნდა ვიცოდეთ. მაგრამ სანამ ამას მიუდგებით, მოკლე სიტყვა ჩვენი სპონსორებისგან. მოდით წამით Medicare-ზე ვისაუბროთ, რადგან ალბათ შემთხვევით აირჩიეთ გეგმა, რომელიც თქვენთვის საუკეთესო არ არის. სწორედ ამიტომ მინდა გითხრათ დღევანდელი სპონსორების ჩაფთერის შესახებ. ჩაფთერ განსხვავებულია. ისინი დამოუკიდებლები არიან და ისინი ერთადერთი Medicare-ის მრჩევლები არიან, რომლებიც ადარებენ ყველა ხელმისაწვდომ გეგმას ქვეყნის მასშტაბით, ექიმებს, საჭიროებებსა და პრიორიტეტებს, რათა იპოვონ ის, რაც თქვენ ყველაზე მეტად გერგებათ. მათი მრჩევლები ხელფასზე არიან. ამიტომ ისინი კონკრეტულ გეგმებს არ გთავაზობენ. თუ უკვე სწორ გეგმაზე ხართ, ამას გეტყვიან. თუ არა, დაგეხმარებიან გადართვაში. გასულ წელს ხანდაზმულებმა, რომლებმაც ჩაფთერის საშუალებით შეცვალეს გეგმა, საშუალოდ $1100 დაზოგეს. ზარი უფასოა. დაახლოებით 20 წუთს გრძელდება და შეიძლება თქვენს მშობელს, ბებიას, ბაბუას, ან საყვარელ ადამიანს ბევრი ფული და სტრესი დაგიზოგოთ. დაურეკეთ chapters ნომერზე 610-680-37. ეს არის 610-680-37 და დაითხრათ ფულის დაზოგვა უკვე ახლავე. კარგი, მხოლოდ ფული არ არის, რაც უნდა დაზოგოთ. შეიძლება საკუთარი თავიც უნდა დაიცვათ. მოდით ვუყუროთ ამ ქალს და შემდეგ დავბრუნდებით და გადავხედავთ, რას გვიყვებოდა მეორე ქალბატონი. ისლამში ჩვენ არ ვაკეთებთ ტილთა უდას მეუღლესთან მიმართებაში. ჰაბიბი, ეს ნიშნავს, ჩემო საყვარელო, მთელი სამყარო შეთანხმებულია.
ის ძირითადად ამბობს, რომ ჩვენ არ ვაკეთებთ სიკვდილამდე ერთგულებას. მე ამ ქორწინებაში სამუდამოდ ვარ და მას თავზე თავსაბურავი უკეთია. მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, ყველაფრისთვის. პოლიციის განყოფილებაში მივედი, რომ მის წინააღმდეგ საქმე გამეხსნა და როგორც თქვი, მას იმდენი კონტაქტი აქვს, რომ საბოლოოდ მე დამაგავეს. ამ წუთას საკანში ვიმყოფები. უშინ ღამე აქ დავიძინე, მან ჩემი შვილები წაიყვანა. ვიცოდი, რომ ეს მოხდებოდა. ყველაფერი რისიც მეშინოდა, მოხდა. ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო. როგორ ხდება, რომ მოძალადე ყველაფერს შერჩება, იმიტომ რომ ფული აქვს. და მე უბრალოდ ისლამში. ჩვენ არ ვაკეთებთ თილ თავდას მეუღლესთან მიმართებაში. ეს ვიდეოები ჩემთვის უბრალოდ გულია მაჩუღებელია. ეს ქალი ასე ამაყი თავის თავით თხოვდები, ბლა 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 და შემდეგ იგებს რეალობას, რაც სინამდვილეში ხდება. და ვისურვებდი, რომ უფრო მეტ ქალს ცოდნოდა ეს რეალობა. ამიტომაც ეს გოგო აქ არის წარმოუდგენლად მამაცი, რომ ხმამაღლა ლაპარაკობს ამაზე, რადგან სხვები ამაზე არ საუბრობენ. და თუ დაიწყებდნენ ამაზე საუბარს, იქნებ იმ ადამიანებს, ვისაც აქ შემოსვლა სურს, მეტი ეცოდინებოდათ იმის შესახებ, რაც სინამდვილეში ხდება. და ძალიან დავიღალე იმით, რომ ყველა ცდილობს ეს ყველაფერი დაფაროს და თავი მოაჩვენოს თითქოს ეს არ ხდება. იმიტომ ამ გვეშინია, რას იფიქრებენ ისლამოფობები. გვეშინია, როგორ გამოვიყურებით ჩვენ. იცი რა? თუ ამ კაცებს, ჩვენ იუმას კაცებს, მართლა აინტერესებდათ, რას ფიქრობენ ისლამოფობები ისლამზე, ისინი არ გამოიყენებდნენ ისლამს ქალების დასაშავებლად. ისინი არ დაადუმებდნენ ქალებს ისლამის გამოყენებით. მიყვარს, როგორც სადა ალინიელ ნიზახმა ამ ყველაფრის ჩვენზე გადმოტანა. თითქოს ეხლა მთელი ეს სიტუაცია თქვენ ყველანი ჩემს ცილს სამებთ. და ახლა ისლამოფობებმა ის გამოიყენეს როგორც შესაძლებლობა, რომ ისლამს დაესხნენ თავს. არა, იცი რა, ისლამოფობებმა უბრალოდ დაინახეს, ვინ ხარ სინამდვილეში. ისინი მუსლიმ მამაკაცებს ისეთებად ხედავენ, როგორებიც არიან. აი ეს არის. დიახ, ასეა, ჩვენ ზუსტად ვხედავთ მათ ისეთებად, როგორებიც არიან. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც მზად არიან, ასე ვთქვათ, თავიანთი რელიგია ბოროტად გამოიყენონ. არა, ეს არ არის მთელი ამბავი, რადგან მათი რელიგია საკმაოდ ნათლად ამბობს, რა აქვთ მათ ნებადართული. მაგრამ დიახ, ჩვენ ამას ვხედავთ. და გვინდა რომ უფრო მეტმა ადამიანმა იცოდეს ამის შესახებ, განსაკუთრებით თქვენ გოგოებო, ვინც ფიქრობთ, რომ შეიძლება ამის ნაწილი გახდეთ. ისინი ძალიან ეშინიათ, როგორ გამოჩნდებიან. ისინი ძალიან ხელავენ თავიანთ იმიჯზე, როგორც მუსლიმი კაცები, რომ საერთოდ აღარ ადარდებთ. მათ სურთ ყველაფერი დაფარონ, სურთ დამალვა. მათ არ სურთ ჩვენი ხმა ისმოდეს. სურთ რომ ჩაგვაჩუმან. ისინი არ სურთ ისაუბრონ იმაზე, რაც ჩვენ საზოგადოებებში ხდება. რადგან ეს ნიშნავს ამ საუბრის გახსნას. ეს ნიშნავს, რომ ისლამოფობები მათზე თიც მიუთითებენ და ჰკითხავენ, რა ხდება თქვენ საზოგადოებებში? რატომ ექცევით ასე? მეგონა თქვენ ქალებს იცავდით, თქვენ ქალებს პატივს სცემდით. როგორ იქცევით ასე? ყველაფერი მათ იმიჯზეა დამოკიდებული. მათ არც კი აინტერესებთ. ეს არც კი ეხება ისლამის იმიჯს. ეს მხოლოდ მათ საკუთარ იმიჯსა და ეგოზეა. გულისხმობ, ყოველთვის ხო გინდა იყო ურთიერთობაში ისეთ ადამიანთან, რომელიც იმდენად ეგოისტია, რომ არ შეუძლია აღიაროს სწორი და არასწორი, რადგან შეიძლება ვიღაცამ რაღაც იფიქროს მასზე. ეს ხო ყოველთვის კარგი იდეაა. ძალიან დავიღალე ამით. ეხლა ამ ომაში ყოფნა ისეთია, თითქოს ტოქსიკურ ოჯახში იყო, სადაც გეუბნებიან, იცავ ოჯახს იმიჯს. თითქოს არაფერი ხდება, არავის გააგებინო, თუნდაც ოჯახის წევრები იტანჯებოდნენ. ვინდა ვითამაშებთ, თითქოს აქ ყველა ბედნიერია, თითქოს ჩვენი ქალები თავისუფლები არიან, თითქოს ყველანი კარგად ვართ. მაგრამ არა, ასე არ არის. სხვათა შორის ეს მათი რელიგიური სწავლობის ნაწილია. ამას თაქია ქვია, რაც ნიშნავს, რომ შეგიძლია პირდაპირ იცრუო ისლამის იმიჯის დასაცავად. შეგიძლია წარმოიდგინოთ, რომ ამას ხშირად ბოროტად იყენებენ და არა მხოლოდ ქალების მიმართ. არა, ასე არ არის. ჩვენივე კაცები გვჩაგრავენ. და სინამდვილეში მინდა რომ ეს არამუსლიმებმაც გაიგონ. მინდა რომ ისლამოფობებმაც ეს გაიგონ. ჩვენ ამას ვისმენთ და თქვენს გზავნილს ხმამაღლა და მკაფიოდ გავავრცელებთ, ახალგაზრდა ქალბატონო. ხმამაღლა და მკაფიოდ. შეიძლება არამუსლიმების წინაშე საკუთარი იმიჯის გამო იქნებ მაშინ ცოტათი მაინც დაიწყონ საკუთარი თავის გამოსწორება. რადგან აშკარად არ აინტერესებთ, როცა ჩვენ ვაძლევთ რჩევას. აშკარად არ აინტერესებთ, როცა იმამები აძლევენ რჩევას, როცა სხვა კაცები აძლევენ რჩევას. არ აინტერესებთ საუბრები, რომლებიც ჩვენ საკუთარ საზოგადოებებში მიმდინარეობს. შეიძლება მათ პასუხისმგებლობა არამუსლიმების მხრიდან უნდა დაეკისროთ, რომ შეიცვალონ, თუნდაც მხოლოდ საკუთარი იმიჯის დასაცავად. რადგან სწორედ ეს აინტერესებთ. იცით მათ საკუთარი იმიჯი აინტერესებთ. შეიძლება უბრალოდ თქვა, ქალო, შენს გვერდით ვარ.
და სხვათა შორის მადლობა Stop the Invasions, რომელმაც ეს Twitter-ზე მონწერა. ასე რომ ნახე ეს და ეს ვიდეო ძალიან მომწონს. რადგან კი ჩვენ აქ ვართ, ვაფრთხილებთ და ვეხმარებით ისლამის მოძრაობას. ყველას ვაცნობთ, რა ხდება სინამდვილეში იქ. ასე რომ გაუზიარეთ ეს ვინმეს, ვისაც შეიძლება ეს მესიჯი დასჭირდეს. და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა იმ წარმოუდგენლად მამაც ახალგაზრდა ქალს, რომელიც მზად არის თქვას ის, რასაც ბევრი ვერ ბედავს, რომ ეს სისტემა სიღრმისეულად დაზიანებულია და უბრალოდ ხალხის მოწვევა და შემოყვანა რეალურად პრობლემის გადაუჭრელად, უზომოდ და წარმოუდგენლად პრობლემურია. არ დაგავიწყდეთ ის გოგონა საკანში, რომელიც ასე ამაყობდა იმით, რაც ხდებოდა და ეხლა საშინო მდგომარეობაშია. თმები დაუფარავი აქვს და ჩაკეტილია. და არ დაგავიწყდეთ ამ ქალის გაფრთხილებები, რადგან ეს არ არის გარედან ნათქვამი. ეს მოდის შიგნიდან, იმ ადამიანისგან, ვინც ამბობს, რომ ეს არ არის ნორმალური. ისინი ძალადობენ. და მე პირადად ძალიან მინდა მოусმინო მას. მადლობა რომ ყურადღებას აქცევთ ამ საკითხს.